მე დღეს დილას ვიყავი ელენესთან, რომ მენახა ის და მენახა თუ რა მდგომარეობაშია და ჩემი ბოლო მასთან ვიზიტის შემდგომ ისი მდგომარეობა არის საბრძნებლად გაუარესებული. მას დღეს უჭირდა უბრალოდ გადაადგილდებოდა ხელჯოხით და უჭირდა სიარული, ის შეფერხებით მოძრაობს, შეფერხებით ახერხებს ნელ-ნელა შესვენება წერას და ასევე უწევს შესვენებით საუბარი და რასაც მე ვაკვირდებოდი, ასევე და მუდმივი ტკივილი მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც მე იქ ვიყავი. მე არა ვარ ექიმი და არ შემიძლია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ასე ვთქვათ შეფასება, თუმცა მე შემიძლია მოგიყვეთ ის თუ რა ვნახე უმძიმეს მდგომარეობაში ადამიანი, მაშინ როდესაც ის იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში და სწორედ პენიტენციური დაწესებულების, ანუ დახურული ტიპის დაწესებულების ხელმძღვანელობას აქვს ვალდებულება, რომ უზრუნველყოს ის შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით. ნებისმიერი ადამიანი, ეს არის ფუნდამენტური უფლება, რომ უნდა იყოს სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფილი. იქნება ეს რეჟიმის პატიმარი და მით უმეტეს პოლიტიკურ პატიმარზე რო ამდენს ბედავენ, თქვენ წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი პატიმრები, რა მდგომარეობაში შეიძლება იყვნენ იმის გამო, რომ არ არსებობს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. დღეს რაც არ უნდა იძახოს პენიტენციურმა სამსახურმა თუ ადამიანმა, რომელსაც თავი იუსტიციის მინისტრად მიაჩნია, რომ თითქოს და ციხეებში უზრუნველყოფილია რაიმე სამედიცინო მომსახურება, ჩვენ კონკრეტული ფაქტები ვიცით არაერთი შემთხვევა. მე ალბათ ბოლოს ესეთი სასოწარკვეთილი ციხიდან გამოვედი, როდესაც ნინო დათაშვილი ვნახე ციხეში, ის ასევე უმძიმეს მდგომარეობაში, ტკივილისგან მოკუნტული და რომ არა საზოგადოების აქტიურია და რომ არა საზოგადოების აქტიურობა და რომ არა ის რომ მართლა უმძიმეს მდგომარეობაში შეიძლება უკვე მძიმე შედეგი დამდგარიყოს სიცოცხლის თვალსაზრისით, ამის გამო მოხდა რომ მას გირაო შეუფარდეს და ბატონო, თუმცა მანამდე იყო ძალიან საეჭვო ინციდენტი კონკრეტული მასთან დაკავშირებული, მისგან დამოუკიდებლად შეიყვანეს იქ ფსიქიატრი, რომელიც ცალკე საგანგაშო ამბავია და საბჭოთა პრაქტიკა გაახსენა მაშინ საზოგადოებას. ხო, ეს იყო კიდევ პრეცედენტი, რომელმაც კიდევ ერთხელ საზოგადოებას მისცა არგუმენტი, რატომ არ უნდა ენდოს სისტემას და რეჟიმს, როცა ის ჯანდაცვაზე და პატიმარზე საუბრობს. აქ ელენეს შემთხვევაში რამხელა საჯარო მაღალი ინტერესია, ხომ? მას აქვს ამის საშუალება, იმიტომ რომ პოლიტიკური პატიმარია და ცნობილია, ასე ვთქვათ, ხომ? და ჩვენც ვინტერესდებით ამ საკითხით და მაგრამ ბევრია ისეთი, ვინც უბრალოდ ჩვენამდე ხმას ხშირად ვერც აწვდენს ან არ თulis საჭიროთ ამის, ასე ვთქვათ, განზოგადებას, ხომ? აქ ხომ არ არის საჭიროთ საუბარი იმაზე, პატიმარი პოლიტიკოსია თუ არ არის, მნიშვნელობა აქვს პატიმრობაში მყოფი ადამიანის მდგომარეობა თუ დამძიმი და ჯანმრთელობის, ამაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო პირველ რიგში და მან უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ ეს ასე არ მოხდეს. დღეს ჩვენ ვისმენდით ასევე სხვა განცხადებებს, სალია იქნებოდა ეს თუ სხვები, რომ ელენეს ის არ დაუდასტურდა, ისი ეჭვიც ჰქონდათ და სიტყვა იყო ასეთ გამოყენებული, აპელირებდა, რაზეც მისი დაცვის მხარეო და რაზეა საუბარი, თუ ხართ ინფორმირებული ამ ნაწილში? პირველ რიგში ელენეს გზავნილით დავიწყებ, იმიტომ რომ სწორედ ამ მანკიერი ჯანდაცვის სერვისები რომ არ არსებობს კლინიკაში და ხდება პენიტენციურ დაწესებულებაში და ხდება ადამიანების ჯანმრთელობით მანიპულირება, მათთვის სამედიცინო მომსახურების დაგვიანებით მიწოდება ან არ მიწოდება, სწორედ ერთ-ერთი გზავნილი იყო, რომ მისი ბრძოლა ამასაც შეეხება, რომ აუცილებლად მოხდეს ამის გამოსწორება და არც ერთი პატიმარი არ დარჩეს ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვის გარეშე და აქ აღსანიშნავია ის, რომ ამაზე მიუთითებს მათ შორის სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშიც, რომ არასაკმარისია ის სერვისები, რაც არის და საერთოდ ჯანდაცვის პრობლემა არის და ერთ-ერთი ქალბატონი, ასაკოვანი ქალბატონი სულ რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა იგივე დაწესებულებაში, სავარაუდოდ იმიტომ, რომ სამედიცინო მომსახურება არ იქნა დროულად გაწეული, ასეთი ინფორმაციები იყო გავრცელებული. ახლა რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ დავუბრუნდე მასთან დაკავშირებით თუ რას ვუპასუხებთ დიაგნოზთან დაკავშირებით. პირველი, დიაგნოზზე ჩვენ ესე არ გვისაუბრია, იმიტომ რომ ჩვენ ვითხოვთ კვლევებს, სწორედ იმიტომ რომ ნახოთ მისი დამძიმებული მდგომარეობის გათვალისწინებით დღეს რა დიაგნოზია და რა დიაგნოზია ვერ გავიგებთ თუ პირველ რიგში არ ნახა შესაბამისი სპეციალობის ექიმმა, არ მოხდა იმ კვლევების ჩატარება, მაღალტექნოლოგიური კვლევების, რომელიც მას
ესაჭიროება და რომელსაც სპეციალისტი განსაზღვრავს, არ მოხდა ამ კვლევების საფუძველზე შეფასება და დიაგნოზის დადგენა. ამიტომ მორიგი ცრუ და манипуляციურია ის, რასაც აკეთებენ, უბრალოდ ხედავენ, რომ ადამიანს აქვს უმძიმესი მდგომარეობა და ეს სხვათა შორის მე დღეს გავიგე, რომ ციხისთვისაც ცნობილია, იმიტომ რომ იქ ადგილზე პირველადი კვლევები, რის საშუალებასაც იძლევა პენიტენციური დაწესება რომ ჩაუტარეს, თვითონაც გაკვირვებული იყვნენ ფიზიკური მონაცემებით, იმით რაც სურათზე ნახეს, რომ ამ ტკივილს როგორ შეიძლება ადამიანი უძლებდეს. და აი ამ პირობებში, როდესაც იციან, რა ტკივილებს უძლებს ადამიანი, არ იღებენ არანაირ ქმედით ღონისძიებას, რომ ეს ყველაფერი იქნას მოწესრიგებული. მათ ინტერესში უნდა შედიოდეს ეს პირველ რიგში ინიციატივა მათგან უნდა მოდიოდეს და არა პატიმრისგან და ადვოკატების და საგანგებო ბრიფინგების ჩატარება უნდა სჭირდებოდეს ამას. ხას გასასმელია, რომ ელენეს თვეებია უკვე არ უსაუბრია ამაზე. ელენე პირველივე დღიდან, როდესაც ის ციხეში აღმოჩნდა, მისი ჯანმრთელობა უარესობისკენ მიდიოდა, თუმცა ამის საუბარზე, ამაზე საუბრის საშუალებას ის ჩვენ არ გვაძლევდა, მაგრამ მას შემდგომ, რაც დეკემბრიდან უკვე ინტენსიურად მიდის საუბარი, რომ ჩაუტარდეს კვლევები იმისთვის, რომ დადგინდეს შესაბამისი დიაგნოზი, ჩაუტარდეს მკურნალობა და ეს არ ხდება ამდენი ხნის განმავლობაში, იძულებული გავხდით, რომ გასაჯაროვდეს ეს ინფორმაცია. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ 6 თვეზე და მთელი ეს ხუხულასავით ინგრევა შეიძლება ითქვას რეჟიმის წარმომადგენლების განცხადება, რომ თურმე რაღაც დოკუმენტი მოიტანონ და ყველაფერი მოგვარდება 6 თვე. რა დოკუმენტის მოგვარებაზეა საუბარი, ხო? აი ექიმის სერტიფიკატი და პირადობა წარმოადგინანო. ესე იგი, როდესაც პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, რომ სამედიცინო მომსახურება გაუწიოს, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე შეიყვანოს თვითონ უნდა შეიყვანოს. თვითონ უნდა შეიყვანოს. საერთოდ რა საჭიროა რაიმე განცხადების დაწერა და რაიმე მოთხოვნის დაყენება. თვითონ ხომ იცის, რომ ეს არის გასაკეთებელი და ადამიანს სჭირდება ჯანმრთელობის დაცვა, ჯანმრთელობის სერვისი სჭირდება. აქ ხომ არ არის საუბარი იმაზე, რომ ის რომ ელენე უკანონო პატიმარია, ის რომ ელენე აზრის გამოხატვის ფარგლებში სოლიდარობა რო გამოუცხადა უკანონოდ დაჭერილ კიდევ ერთ გოგონას, სტუდენტ გოგონას, რომელიც გირაოს საფუძველზეა გამოშვებული. მეგიდია სამიძეს დიახ და ბანერზე ფანქრით ფლომასტრით გაკეთებული წარწერის გამო რომ წელიწადი და 6 თვე აქვს შეფარდებული 4 შვილის დედას პოლიტიკოს, რაზე უნდა ვისაუბროთ? ეს მიუთითებს იმაზე, რომ ელენე არის უსამართლო პატიმარი, პოლიტიკური პატიმარი, მასზე ხორციელდება პოლიტიკური დევნა და ამ პირობებში ის ასევე დამატებით ექვემდებარება უკვე არაადამიანურ და არახუმანურ მოპყრობას, იმიტომ რომ მისთვის არ ხდება იმ სამედიცინო მომსახურების გაწევა და აღმოჩენა, რომელიც ჯანმრთელობა სჭირდება. იმ ყველაფრის გათვალისწინებით და მიუხედავად რა მდგომარეობაშიც მე ელენე ვნახე, მინდა გითხრათ, რომ ფსიქოლოგიურად ის ძალიან მყარად არის. და ბრძოლის განწყობაზეა. პირიქით, ანუ მეუბნებოდა, რომ შვიდათ იყავი, აუცილებლად მივიღებ სამედიცინო მომსახურებას და გავაგრძელებ ბრძოლას. იმიტომ რომ ის არის ძალიან მყარი თავის გადაწყვეტილებაში, რომ არ დაემორჩილოს არც ერთ მიმართულებით ამ რეჟიმს. კი ბატონო, აქ უნდა ვიკითხოთ ექიმთან დაკავშირებით, ბოლო-ბოლო შევიდა ექიმი? ჩვენი ბოლო ინფორმაციით ექიმი ამჟამად არის შესული და ველოდებით ჩვენც მისი თანამებრძოლები, მისი გუნდის წევრები რას გვეტყვის პირველადი კონსულტაციის შემდგომ. რა თქმა უნდა, ეს პირველადი შეხების შემდგომ ზუსტი დიაგნოზე ლაპარაკი აბსოლუტური აბსურდია, იმიტომ რომ იმას სჭირდება ასევე მაღალ ტექნოლოგიური კვლევების ჩატარება, თუმცა პირველი ნაბიჯი იქნება გადადგმული და მერე მყისიერად ამას უნდა მოყვეს უკვე მაღალ ტექნოლოგიური კვლევები და ჩვენ ვიცით, რომ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ისედაც არ იყო, ასე ვთქვათ, წესრიგში, მას ქრონიკული პრობლემა ჰქონდა, სწორედ ამ რეპრესიებიდან გამოწვეული, რაც მიიღო ამ ბრძოლის ფარგლებში და მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს რა თქმა უნდა რეჟიმისთვისაც ცნობილია ოცნებისთვისაც და თან იცით რა არის, მე რო დღეს შევედი და ვნახე ადამიანი ამ მდგომარეობაში, მათ ხომ იციან რა მდგომარეობაშია, ციხის ადმინისტრაცია და პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელს ხო აქვს წტომა რომ თავად ნახოს. ეხლა სალია რა სიტყვის ძალიან მეორეხარისხოვანია, იმიტომ რომ მან არც იცის და ესე ზერელეთ მოკითხვით რომ ადამიანზე აბარა ხდება და არაფერი მძიმე არ არის, როგორ შეიძლება საუბარი? ღმერთმა არც ერთი მათგანი არ ჩააგდოს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც მე დღეს ელენე ვნახე.
ადამიანურად ამას არავის არ ვუსურვებ, მაგრამ ელენე კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ძალიან მხნედ, ძალიან მაღალ განწყობაზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უნდა გაგრძელდეს, რომ ექვემდებარებოდეს არახუმ. აქაც ბრძოლის უნარიანია და მან დაინახა ყველას პრობლემა, ყველა პატიმრის პრობლემა აქვს და ზუსტად ამაზე ამის შემდგომ გააკეთა მან არჩევანი იმის სასარგებლოდ, რომ ამაზე ესაუბრა, იმიტომ რომ ის ყოფილიყო მისი მაგალითი. გზავნილი გამომატანა ციხიდან და ვიბრძოლებ იმისთვის, რომ სხვა პატიმარს იგივეს გავლა არ მოუწიოს და ეს საკითხი მოგვარდეს. თუმცა მე პირადად გულწრფელად გითხრათ, არ მჯერა, რომ ქართული ოცნების პირობებში რაიმეს მოგვარება შესაძლებელია და მით უმეტეს პენტენციურ დაწესებულებაში რაიმე ფუნდამენტური ცვლილება. ამიტომ იმისათვის, რომ თითოეული ადამიანის უფლება იყოს დაცული, პატიმრებს ქონდეთ სამედიცინო წტომა, ადამიანური პირობები, ჰიგიენური პირობები და ჰიგიენურ სანიტარული პირობები, კვება პრობლემურია, ჯანდაცვა პრობლემურია, ეს ყველაფერი შეიცვალოს, რეჟიმი უნდა შეიცვალოს, რეჟიმი და დროა რომ ეს ძალიან კარგად გააცნობიეროს თითოეულმა მოქალაქედ და მათ შორის თითოეული პატიმრის ოჯახის წევრმა.